საქართველოში ხორბლის იმპორტი გაზრდილია იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 82 მილიონ დოლარზე მეტის, ანუ 327,000 ტონა ხორბალი, რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთია, რის არის განპირობებული ხორბლის იმპორტის ზრდა და რა გავლენა მოახდინა ბაზარზე. ერთი თვის წინ რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის გადასახადის გაზრდამ სტუმართან ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ლევან სილაგავასთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემას ჩართვისთვის. რეალურად რა არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ საქართველო აქტიურად ახორციელებს თან ამ მასშტაბით იმპორტს ხორბლის? კი ბატონო, მოგესალმებით მაია, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს, მადლობა თემის დაინტერესებისათვის. რეალურად რამოდენიმე ფაქტორია ის, რომ საქართველო უფრო ინტენსიურად ახორციელებს იმპორტს დღესდღეობით. ანუ პირველი ფაქტორი არის ის, რომ თვითონ ქართულ ფერმერებს ჯერ კიდევ შენახული აქვს საკმაოდ რაოდენობით ხორბალი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ თავის დროზე აღების დროს აგვისტოდან დაწყებული ფასმა არ მოაწყო, ჩაბარების ფასმა, შესაბამისად ეს უნდა შევსებულიყო თავისთავად რაღაცით და შესაბამისად ის მოთხოვნა, რომელიც ყოველთვიურად არის საქართველოს ბაზარზე, ბალანსდება ამ წუთის იმპორტიდან გამომდინარე. მეორე ფაქტორია, როდესაც ჩვენ ვითვალისწინებთ შარშანდელთა და შარშანწინდელთან შედარებით ხორბლის იმპორტის ზრდას, ის არის, რომ შარშანთა შარშანწით უფრო ინტენსიურად შემოდიოდა ფქვილი, გახსოვთ თქვენ, ფქვილის საიმპორტო გადასახადის შემოღების შემდგომ 2021 წლიდან დაიწყო ფქვილის იმპორტის შემოსვლა საქართველოში და მაშინ თითქმის გაჩერდა ხორბლის იმპორტი. სწორედ ამ პოზიციების ადგენა მიმდინარეობს და ჩვენ როდესაც სტატისტიკას ვუყურებთ წინა წლებთან შედარებით, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, როდესაც დღეს ფქვილის იმპორტი მცირდება, ანუ უბრუნდება თავის სწორ და სტაბილურ მდგომარეობას და შესაბამისად ხორბლის იმპორტი უფრო მეტად შემოდის. და კიდე ერთი ფაქტორი არის, რომ თვითონ ადგილობრივი ხორბლის იმპორტმა დაიწყო მათ შორის ექსპორტი, ეს მცირე რაოდენობითაა, თუმცა ეს არის ირანის მიმართულება, როდესაც თვეების განმავლობაში ცოტა რაოდენობა, მაგრამ ხორბალი გადის თქვათ ირანის მიმართულებით. აი ამ ფაქტორების ერთობლიობა ქმნის იმას, რომ დღესდღეობით თვითონ შემოსული არის უფრო მეტი ხორბალი, ვიდრე შარშანდელთან შედარებით და თვითონ ინტენსიურად მიმდინარეობს ხორბლის შემოტანა. კიდე ერთი ფაქტორი არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც წელს შემოვიდა, ეს არის ის, რომ გარდა იმისა, რომ ახლოვდება ზამთარი და ჩვენ ვიცით, რომ ზამთარში უფრო აქტიურია შემოტანები, იმიტომ რომ უფრო მეტი წინაპირობაა, რომ გზები შეიძლება ჩაიკეტოს ლარცის მხრიდან, ამინდიდან გაუარესების გამო და კიდე ერთი ფაქტორია ის, რომ არასტაბილურობის რაღაც შეგრძნებაა მაინც მანქანებით შემოტანის გზით. იცით, რომ რუსეთმა ფაქტიურად ქართულ მძღოლებთან დაკავშირებით და არა მარტო ქართულ SNG-ს მონათესავე ქვეყნების მძღოლებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო, როდესაც თქვათ მათ 90 დღიანი ვადა განუსაზღვრა ადრე არსებული თქვათ 260-300 დღის ნაცვლად, რომელიც მათ შეეძლოთ გაეტარებიან რუსეთში. შესაბამისად ამ ხრივ ფაქტიურად შეფერხებები განხორციელდა პირველ ეტაპებზე და აქაც მდგომარეობა არ არის ახლად კაპიტალიდან გამომდინარე, ესეც ფაქტორი. ანუ ამ ფაქტორების ერთობლიობამ შექმნა. თუმცა აქ შემოდის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. რეალურად საქართველოში ამ მოცემულობით თქვენთანაც ახსენეთ, შესაძლოა არა იმ მასშტაბით დავუშვათ არსებობდეს ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი პროდუქტი, მაგრამ არსებობს. რა არის მაშინ მიზეზი იმისა, რომ დავუშვათ ადგილობრივი ფერმერები არ ყიდიან ამ პროდუქტს სათანადოდ, არ ელოდებიან რაღაც ფასის მატებას თუ რა განაპირობებს, რომ მე ვიცი ფერმერები, რომელთაც ამოცემულობით დასაწყობებული აქვთ ხორბალი, თუმცა ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ მაინც. რატომ არ იყიდება საქართველოშივე მოყვანილი ხორბალი საქართველოში? კი ბატონო, ანუ მე თავიდანვე ვთქვი, რომ ფაქტიურად აღების დროს ფერმერებს არ დააღმაღობილა იმ ფასმა, რომელიც იყო შეთავაზებული, თუმცა შეთავაზება ფასით გამომდინარეობს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან, მათ შორის მათ შეფარდებასთან იმპორტირებული ხორბლის ფასთან მიმართებაში და შესაბამისად ის ფასი, რომელიც თავიდან იყო 80 თეთრის ფარგლებში, თუმცა მერე ქვემო წამოვიდა, ფაქტიურად ვინც გაყიდა, მათ ასე თუ ისე მოაწყო, მაგრამ შემდეგ ფერმერებმა გააჩერეს
თვითონ ჩაბარება. აქედან გამომდინარე ისინი ელოდებიან უფრო მაღალ ფასს, თუმცა დღესდღეობით ფასი არც ისე მაღალია, მაგრამ იმასაც აღვნიშნავ, რომ შარშანდებელთან შედარებით უფრო მაღალია, მაგრამ ეს პრინციპში ფერმერების გადაწყვეტილება, თითოეული ფერმერი და კომპანია თავისი ინდივიდუალური რისკებიდან გამომდინარე ღებულობს ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, ალბათ ახალი წლის მერე წამოვა ეს ხორბალი უფრო, იმიტომ რომ დღესდღეობით ფაქტიურად ის დამარაგებული ხორბალი და რომელიც იმპორტით შემოდის, ფაქტიურად დღესდღეობით ავსებს იმ საწყობებს, რომელიც საჭიროა მათ შორის ახალწლებთან მიმართებაში. რაც შეეხება ფასებს, რა ფაქტორები განაპირობებს ფასების დღევანდელ არსებულ სურათს და რატომ აქვთ ფერმერებს ყოველთვის ახალი წლის ზამთრის პერიოდში ფერმერების უმრავლესობას აქვს განცდა, რომ ფასი აუცილებლად მოიმატებს. წელს როგორი სურათი გვაქვს და რამდენად შეიძლება რომ დავუშვათ იგივე ხორბალზე საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით ფასის გაძვირებას ვალოდოთ? რეალურად მე ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც ეს კონტექსტიდან ამოვარდნილია, ზოგადად, როდესაც ხორბლის მიღება, უпростоრედ აღება ხდება, შემდეგ რაღაცნაირად სტანდარტულად წლიდან წლამდე ეს ფაქტორი მოქმედებს, იმიტომ რომ დასაწყობების დროს ფაქტიურად შეთავაზება უფრო მაღალია და ფასი დაბალი და ფერმერების ნაწილი ელოდება უბრალოდ შემდგომ გააკეთოს ეს ყველაფერი, რეალიზაცია გააკეთოს. თუმცა ეხლა წლევანდელ ყველა წელი ერთმანეთს არ გავს და წლევანდელ წელთან შედარებით მე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით ფასი სტაბილურია და ახლოეს თვეებში ვფიქრობთ, რომ ფასის დიდი ცვლილება მოსალოდნელი არ უნდა იყოს. შეიძლება რაღაც ფასის ცვლილება იყოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მხოლოდ პროგნოზია და თითოეულმა თავისით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეიძლება ახალი წლის მერე რაღაცნაირად ფასი დაიძრას. მაგრამ ამ დღევანდელ შემთხვევაში, გამომდინარე დღევანდელი სიტუაციიდან ფასი იქნება ის, რაც თქვათ, სავარაუდოდ დღევანდელი სიტუაცია არის. აქ კიდევ ერთი ფაქტორი არის, რასაც ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი მათ შორის თქვენ ეთერში, ის არის რომ იმპორტირებული ხორბლის შეთავაზებული ფასი ყოველთვის უფრო მაღალია, იქიდან გამომდინარე რომ DGG-ს ჩათვლით არის ეს ხორბალი, როცა ქართული ხორბალი განთავისუფლებულია DGG-დან და კიდევ ერთი ფაქტორია, ჩვენ ზუსტად არ ვიცით რამდენია ხორბალი, დღეს შენახული, იქიდან გამომდინარე რომ აღრიცხვიანობაც საკმაოდ პრობლემატურია აქ და ჩვენ შეთავაზებები ამასთან დაკავშირებით გქონდა და ეს განხილვის პერიოდშია მათ შორის მთავრობაში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთი ნაწილი, რაც ამ სიტუაციაში შემოდის ხოლმე საუბრის თემაში, რეალურად, როდესაც საუბრობთ იმპორტირებულ ნაწილზე და ასეთ გაზრდილ იმპორტის მაჩვენებელს, ასე დროს რამდენად სასურსათო უსაფრთხოების თემა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის ეროვნულ დამოუკიდებლობაზე და სასურსათო დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ, რამდენად რეალურად აი ასეთ სიტუაციაში შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრობლემა არ გვაქვს? რეალურად ჩვენ არაერთხელ აღვიგვნიშნავს, რომ სასურსათო უსაფრთხოება ქვეყნის დგას წისქვილების მუშაობაზე. თუ წისქვილი მუშაობს, უსაფრთხოება დაცულია ძალიან მაღალი პროცენტულობით. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დამარაგება გვიხდება ხორბლის, შესაბამისად ადგილზეც გვაქვს ხორბალი ფერმერებთან, შესაბამისად ეს ციკლი, რომელიც არასდროს არ წყდება, სამჯაჭვიანი, ეს არის ადგილზე ხორბალი, გზაში ხორბალი და ახალი კონტრაქტი, ფაქტიურად ამას უზრუნველყოფს წისქვილ კომბინატების მუშაობა და თუ პრობლემა იქნება და ამის საშიშროება ყოველთვის არის ხოლმე, მაშინ ჩვენ გვაქვს დრო მარაგების ხარჯზე, რომელსაც წისქვილ კომბინატები ქმნიან, კიდევ ერთხელ ვამბობ, გადავიდეთ სხვა ბაზრებზე, უფრო ძვირებზე, მაგრამ დააკვირვებული ეფექტები ავიცილოთ თავიდან. უსაფრთხოების პრობლემები შეიძლება შევქმნოდათ ჩვენ, როცა მაგალითად ჩვენ ქვილზე ვიქნებოდით ჩამოკიდებული და ამის წინაპირობები სამწუხაროდ რამოდენიმე წლის წინ იყო, როდესაც რუსეთმა შემოიღო გადასახადი, შესაბამისად ქვილის იმპორტი განხორციელდა და მაშინ ყოველი მეოთხე პარტია ქვილის ექსპორტის რუსეთიდან საქართველოში შემოდიოდა, წისქვილები რო გაჩერებული იყო და აი მაშინ ნამდვილად იდგა უსაფრთხოების საკითხები, თუმცა ჩვენ ეს პერიოდი სერიოზულად თქვათ ძალისმევით გადავლახეთ მათ შორის მთავრობასთან ერთად. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს წისქვილები მუშაობენ და წისქვილი როდესაც მუშაობს, უსაფრთხოება აქ სრულად დაცულია მარაგებიდან გამომდინარე. და ვფიქრობთ, ეს არის ამომავალი წერტილი ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა, ლევან სილაგავა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.